მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ცივი სუსხიანი მოსკოვიდან. დღეს ჩვენ გადაცემას ვიწყებთ არა სტუდიიდან, არამედ ქუჩიდან, ვინაიდან ვეღარ ვასწრებ ჩაწერას გადაცემას სტუდიაში და გადაცემის გადმოგორება და მისი გაშვება ეთერში ცოტა არ იყოს მე გვიანდება, ამიტომ გვიხდება აი თოვლიანი ცივი ამინდის შემყურე ჩაწერა განვახორციელოთ არა სტუდიაში, არამედ სტუდიის მიღმა და პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მე ყოველდღიურად განვიცდი იმ თქვენს დიდ მხარდაჭერას და ყურადღებას, რომელიც ჩემთვის თვალშისაცემი არის აქაც და იქაც რო იყო ეს ამაზე არაერთხელ მისაუბრია. მე არ ვიცოდი რომ ამდენი ჩვენ გულშემატკივარი და მაყურებელი ყავდა რუსეთში და ეს არის მართლა ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგი, რომელსაც ვაგზელებთ ეხლაც და მინდა გითხრათ, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ აი სხვადასხვა სტუდიებში, კარგად მოგეხსენებათ, მე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ვსაუბრობ უკვე, რა ვიცი, მე ახლა 15 წელზე მეტია სიმართლე რო გითხრათ და სხვადასხვა ტელევიზიებში, ბოლოს თქვენ კარგად იცით, რომ ტელეკომპანია სეზონში ვიყავით, აქედან მქონდა დათმობილი ეთერი, შემდგომში ეხლა კი გავდივარ TV4-ზე და ყველა მეკითხება ხშირად, რომ არ ვიცი ხან მეტი რაღა უნდა ვთქვა, რომ საიდ როგორ სად, იმიტომ რომ ბევრი რა თქმა უნდა ეს ჭარმაგი ადამიანები ვერ ყვევენ, გავდივარ TV4-ზე, როგორც უკვე ვთქვი და TV4-ის საშუალებით სირქსნეტზე, მაგთიზე არის ჩართული ჩვენი ტელევიზია, ჩვენი გადაცემა უпростоრეთ, ჩვენ მხოლოდ გადაცემით შემოვიფარგლებით. ტელევიზია როგორც იცით დაიხურა სეზონი და სოციალურ ქსელებში როგორც სადაც ვიყავით, იქ ვარ სახელი შეეცვალა, უბრალოდ იგივე პლატფორმებზე ვართ. მე მინდა რომ გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, კერძოდ მარია ზახაროვას განცხადება მინდა რომ შევაფასო, სადაც მან ისაუბრა იმაზე, რომ არის მცდელობები ნატოს მხრიდან საქართველოს ახალ დაპირისპირებებში ჩართვაში და რომ ამას უკვე დიდი ხანია ცდილობენ დასავლეთის მხრიდან და რომ ეს გარკვეული ზეწოლა შეინიშნება და ამას რუსეთის ხელისუფლება ხედავს, მაგრამ ეხლა ეს ერთია, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ამის თაობაზე განცხადებებს აკეთებს, მეგობრებო, და მეორეა ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზოწოლა და ეს ნატოსთან დაკავშირებული რაღაცნაირი ფლირტი დავასრულოთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ არჩევნების წინ იყო ესეთი გაცხადებული რამ, რომ თუ კი ესე იგი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე კონსტიტუციაში შევიდოდა ცვლილებები და ეს ახლა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად იყო ხაზგასმა ამ 78 მუხლზე კონსტიტუციის, სადაც აი ამ ნატოსკენ მისწრაფებებზეა საუბარი. ყველა ახლა პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ეს ამაზე იყო საუბარი ძირითადად. და გასაგებია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო ქართულმა ოცნებამ და აქედან გამომდინარე დღეს აი ამის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვერ ხერხდება. მაგრამ ვერც ის ხერხდება, რომ ამაზე მკაფიოდ იყოს ნათქვამი ხელისუფლებიდან, რომ ჩვენ მაგალითად ვართ ერთგულები იმისა, რომ აი ეს რაღაცნაირად ეს გავაკეთოთ და კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანოთ, როცა ჩვენ ამის საშუალება გვექნება და მე არ ვიცი ხა ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ როგორც არასდროსო ისეთი ძლიერები ვართ. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ერთ-ერთი დაპირება იყო ქართული ოცნებისა, არაერთი დაპირება გვინახავს არჩევნების წინ, გარეჯის
თემით მოგებული არჩევნები და დავიწყებული გარეჯი, ასევე ჩვენ გვითხრეს რომ ტერიტორიული მთლიანობისკენ გაიმებოდა ნაბიჯები და ამისათვის რუსეთთან ურთიერთობები დალაგდებოდა, ესეც მოვისმინეთ რა თქმა უნდა ჩვენ და არ ვიცი, ბევრი რამე მოვისმინეთ და თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ის იყო გარკვეული დაპირება და ცვლილებები, მაშინ ჩავატაროთ არჩევნები, მეგობრებო. მით უმეტეს გარკვეული პოლიტიკური კრიზისი არის ქვეყანაში და ამას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ რომ ეხლა გასაგებია რომ ეს ნაცხრობა ჩვენც არ მოგწონს ეხლა და ხშირად ხდება იმ ხალხის გარკვეულწილად სამწუხაროდ გაიგივება ნაცხრობასთან, ვინც რაღაცნაირად ხელისუფლებას არ ეთანხმება და ეს არის საკმაოდ ისეთი გაუგონარი და აუხსნელი რამ. ჩავატაროთ არჩევნები საპარლამენტო და შევიტანოთ ცვლილებები, საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელოთ, ამოვიღოთ ეს ჩანაწერი და ამით ჩვენ რუსეთთანაც გადავდგამთ ნაბიჯს და უკვე აღარ იქნება სალაპარაკო ის რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ აი ეს მედასავლეთეები და თვითონაც ეს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები რომ აი თქვენ კონსტიტუციას არ ღვევთ, თქვენ ნატოსკენ სვლაში აჩერეთ და რაღაც ესეთი ხაზგასმები. იმიტომ რომ ეხლა ფაქტი ერთია რომ ეს ხო უნდა შევიდეს ცვლილებები. თუ თქვენ ამბობთ რომ ძლიერები ხართ, დაამტკიცეთ ეს ძლიერეთ. მაშინ და რა ვიცი, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია და მე ერთი რამე არის კიდე რომ აი ხლა მე ხშირად მესმის ეს პოზიცია რომ აი განსაკუთრებით მესმის ეს პოზიცია თვითონ ხელისუფლებიდანაც რომ ჩვენ დასავლეთთან აღარაფერი კავშირი გვაქვს, ევროკავშირი, ნატო არის რაღაც ხვალინდელი დღე, მაგრამ რაღაცა ფორუმები რო იმართება, ხო? მე იმ წუთას სხვა განცხადებები კეთდება. არ ვიცი, აი მაგალითად ეხა განცხადება გაკეთდა რომ ჩვენ საგარეო უწყებისვიდან რომ შეუერთდეთ თუნდა რუსეთის საწინააღმდეგო გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომ უკრაინას უნდა დავეხმაროთ. მეორე მხრივ, აი რაღაცა არათანმიმდევრულობა არის, ესვით თან არის საუბარი იმის შესახებ, რომ ესე იგი ჩვენ ევროკავშირი რაღაცნაირად პრობლემებს გვიქმნის და მეორე მხრივ გაიქცევა თავდაცვის მინისტრი იქ იმაში, რა ქვია, ნატოს შტაბინეთში და იძახის, რომ ჩვენო ნატოსკენ მივდივართო. ვერ გავიგი, აი ერთ დღეს ერთს ვიძახით, მეორე დღეს მეორეს ვიძახით. ერთხელ ხო უნდა დამთავრდეს ამ ყველაფერზე ლაპარაკი არა? ხო არ შეიძლება ესე გაგრძელდეს მუდმივად, რომ ჩვენ ვიყოთ თან ვიძახით, რომ გავცივდებითო, აღარ გვინდა ორპირი იმაში ვართო და თუ არ გვინდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. თან ხო ვიძახით, რომ ძლიერები ხართ და ისა და გადაწყვიტეთ ეს პრობლემა. ჩაატარეთ არჩევნები. აბა ეხლა კონსტიტუციის ცვლილებებს ვერ შევიტანთ იმ სხვანაირად, ხო? და მე ერთი რამეა კიდე. ჩვენ მუდმივად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან რაღაც ახალ ისეთ ქმედით ნაბიჯებს. ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ადგილას რაღაც სააკაშვილის მაგვარ გზას. ასევე ზახაროვას განცხადება თუ ახსენეთ, ლავროვის განცხადებაც უნდა გავიხსენოთ. მე ჩვენ დავინახეთ ის, რომ გაკეთდა განცხადებები აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან ალიევისგან, რომ რაღაც გარკვეულწილად აქ არის პრობლემები იმ მიმართულებით, რომ ესე იგი ჩვენი ქვეყანა კლავაც გაურკვეველი რაღაცა მიმართულებით აგზელებს სვლას და აქ რაღაცა აი დასავლეთის მართული ძალები არიან. ნუ შინაარსი ეს იყო. ეხლა სატელეფონო ზარით დაბადების დღის მილოცვა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შორის არსებულმა იმ შავმა კატამ რო გაირბინა გაუგებრობა ამით დასრულდა. ეხლა ტელეფონით რო დაურეკოთ, ეხლა ტრამპს ისიც კი აიღებს ტელეფონს და მილოცვას უპასუხებს.
ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება, რასაც აქ რუსეთში ახორციელებს დიასპორა ქართველები, აი მე მაგალითად ძალიან გამიხარდა, რომ დააჯილდოვეს თინა კანდელაკი. პირადად პუტინმა გადასცა ჯილდო. Орденом Александра Невского награждены Канделаки Тинатин, заместитель генерального директора «Газпром Медиа Холдинга». Добрый вечер, уважаемые дамы и господа. Глубоко уважаемый Владимир Владимирович, я, наверное, единственная в этом зале, кто гражданин России по убеждениям, а не по рождению. Ровно 25 лет назад мне дали гражданство. Это был первый срок Владимира Владимировича. Я с вами с самого начала, Владимир Владимирович. И вот так иду по жизни многие годы под вашим руководством со своей любимой страной. Многие здесь выходят и говорят добрые слова в адрес своих родителей, потому что мы те, кем воспитали нас наши родители. Моей мамы тоже, к сожалению, нет в живых, и она была ключевым человеком, который перевез меня в Россию, дал мне первые возможности, чтобы я здесь училась, и сказал, что вы на самом деле не просто великий человек, а человек, который всегда будет заботиться о безопасности и мире в своей стране. Это было сказано много лет назад, когда я еще не знала, через какие испытания наша страна будет проходить. И мама не знала. Но мамы же, они всегда все знают. И вот уже 5 лет, как я не была в Грузии. Я последний раз там была 5 лет назад. И так сложились обстоятельства, что я встретилась с католикосом всей Грузии Ильей. И Илья мне всегда говорит теплые слова, и мне сказал: передай, пожалуйста, Владимиру Владимировичу, что я за него молюсь. 5 лет прошло, у меня не было такой возможности, у меня сегодня есть такая возможность. Я передаю вам эти слова и хочу заметить, что многие люди, верующие люди, за вас сегодня молятся, потому что верующие люди хотят мира, и вы тот человек, который несет мир всему миру. Мы забыли эти слова «миру мир», а они сегодня ключевые, потому что если нет мира во всем мире, то нет мира нигде. Владимир Владимирович, здоровья вам, здоровья нам всем, потому что если во всем мире верующие люди, которые хотят мира, за вас молятся, значит, Россия победит, и в мире будет мир. Спасибо. დააჯილდოვეს აგერ ბატონი გუბა ცხილაძე. ესეც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ აქ რუსეთში მყოფი ადამიანები, მეც ახლა განვეკუთვნები ამ ადამიანთა რიცხვს, იმიტომ რომ მეც აქა ვარ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. არ ვიცი, ხა მე არ მახსენდება ვინმე ტელევიზია ან რაღაცა საინფორმაციო საშუალება ასე ხმალამოღებით იბრძოდეს ქართულ-რუსული ურთიერთობებისათვის. ახლა არ მინდა ხა ტრაბახობაში ჩამომართვოთ, ვაკეთებ ამას მე, იმიტომ რომ სხვადასხვა პლატფორმებზე, სხვადასხვა ვიყავი, სადაც ვიყავი, ყოველთვის ამას ვამბობდი. მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებ. თინა კანდელაკმა რაც არ უნდა საქებარი სიტყვები უთხრას პუტინს, რომ პატრიარქი მასზე ლოცულობს, რაც არ უნდა წიგნები დაიწეროს, რაც არ უნდა კონფერენციებზე, მაგალითად ბატონმა გულბაათმა ილაპარაკოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ხო? ჩვენ ამით ვერაფერს ვერ ვიზამ, თუ ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯი. და ხელისუფლებას ჩვენ მოუწოდებთ უკვე დიდი ხანია, რომ გადადგით, მაგრამ ეს გადადგმული ნაბიჯი არ არის. სამაგეროდ ვხედავთ პირტიტველა ბიჭები, დედიკოს, მამიკოს გამოსდილი ბავშვები საკრებულოებში, პარლამენტებში შედან და ღმერთმა გაუმარჯოს კაცო, მაგრამ რა ვიცი ხა საზოგადოების დიდი წნეხი რო არის, ბოლოს ვიღაცას გაუშვებენ, იმიტომ რომ აი მძაძამიასი არ იყოს, ეხა იმდენად უკვე ამყრალდა სიტუაცია, ის ბავშვიც უკვე ძალიან უხერხულად ზნობდა თავს. და რატო ვსაუბრობ ამის შესახებ, ვიცით რომ რა ვიცი მე დიდი ისეთი სვლები გვაქვს ძალიან მაგარიო და თუ სვლები გვაქვს ძალიან მაგარი და თუ
არ ვიცი თუ ასეთი მაგრები ვართ. გადავდგათ ეს ნაბიჯი რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ესე ბოდიში ერთი ადგილის თამაში იქაც გინდა, აქაც გინდა, ეგრე არ გამოვა, ბიძიკო. თანი ძახი შენ პარლამენტის თავმჯდომარეო, ევროკავშირიო, აღარ არისო ისო რაც არისო და ჩვენო მათგანო დირექტორებს არ მივიღებთო, მეორე მხრივ მე საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის სანქციებს უერთდებით და ლაპარაკობთ რომ თურმე რაღაცა უკრაინა გაიმარჯვებს და რაღაცა და ეს ხო განცხადებები არის, არ მით ახლა მე რაღაცნაირად პიროვნებები დავასახელო, იმიტომ რომ ყოველთვის აი 1000 ჯერ ვიტყვია რომ მე პიროვნულ რაღაცა იმას ვერიდები, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაში სამწუხარო თუ საუბედურო თუ საბედნიეროდ არის ხალხი, რომლებსაც არ მინდა რომ შევეხო რა მე და თქვენც ხვდებით ვიზე მაქვს ლაპარაკი, ხა იმასავით გამომდის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს იმას არ დავასახელებ, ვარსახელებ, თქვენც კარგად ხვდებით რა და ვის განცხადებებზე მე ვლაპარაკობ, ხო? და ამიტომ ეხა მე მინდა რომ რაღაცნაირად გადავდგათ ეს ნაბიჯები, თორე ხვალ ეს გვიანი იქნება და ძვირი დაგვიჯდება ეს ყველაფერი. ძვირი დაგვიჯდება მეგობრებო, იმიტომ რომ ფაქტი ერთია რომ აი ახლა მაგალითად მე ზალუჟნის ინტერვიუ წავიკითხე და ზალუჟნი ლაპარაკობს რომ ომის დამთავრებაო ეს არისო უკრაინელებისთვისო კატასტროფის მომტანი და სამოქალაქო ომის დასაწყისი, იმიტომ რომ თავად უკრაინელები დაიწყებენო ომსო საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამდენი ესე იგი ომგამოვლილი მილიონზე მეტი ადამიანი რო დაბრუნდება გაყინულ სახლებში, უმუშევარი რო იქნება, საწავა რასიზმს აუპირისპირდება რა თქმა უნდა ხელისუფლებას. მე როდესაც ომი იწყებოდა, მაშინაც ვთქვი, რომ ზელენსკის თავისივე ერიკ ფეხები ჩამოკიდებს, როგორც აი მუსოლინი ჩამოკიდეს ომის შემდგომ, აი ესე ჩამოკიდებენ ზელენსკას და ზელენსკის უკრაინელები, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, რომ ომწაგებული, ტერიტორია წაგებული, დამარცხებული ქვეყნის ჯარისკაცები არ შეეგუებან იმას კაპიტულიანტურ უკრაინაში იცხოვრონ. და ამაზე ისაუბრა ზალუჟნი, უკრაინის შერეღებული ძალების მეთაურმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ეს განცხადება ზალუჟნისა რიგითი განცხადება არ არის მეგობრებო. ეს არის რეალობა. იგივე მაგალითად ჩვენ ხედავთ არესტოვიჩის განცხადებას ამ მიმართულებით და ეხლა ვერ გავიგე ამ უკრაინას მიწაში რატომ მივყვებით ჩვენ? უკრაინამ სამწუხაროდ და უკრაინელმა ხალხმა თვითონ გაითხარა სამარი. ეხლა არავინ არ თქვას რომ მარტო ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი. მე ვერ დავინახე პროტესტი ვერცეთ ევროპულ ქვეყანაში უკრაინელებისა. ვერცეთ იმ ქვეყანაში სადაც ისინი არიან. ხო შეიძლება პროტესტი გამოთქვან იმის გამო რაც ხდება მაგალითად მათი ქვეყნის ირგვლივ. გასაგები არის შიში, გასაგები არის რაღაცა ეს ვაება, მაგრამ ეს კაცი ანადგურებს უკრაინას. და ჩვენ ავდგებით და მიუყვებით ამათ სამარეში. ესე იგი მე არ ვიცი ხა როდემდე შეიძლება აი ეხა ერთი განცხადებაა რომ ევროკავშირი ცუდია, მეორე განცხადება ევროკავშირისკენ მიდივარ. ერთი განცხადებაა რომ ნატოსკენ არ მივდივართ, მეორე განცხადებაა ფორუმზე თავდაცვის მინისტრი წავა იქა და იძახის რომ ჩვენ იქ და ნატოსკენ. რომელი უნდა გავიზიაროთ, ერთი ვერ ხვდები მე. რომელი უნდა გავიზიაროთ? იცით რა შეასაქმე? ბოლო ეხლა ჩამოყალიბდით რა, ან ერთი თქვით, ან ერთ ჩვენებას მიაწექით, ან მეორე ჩვენებას მიაწექით, თორე ეხლა ესე ბოლო თქვენც იბნევით და ხალხსაც აბნევთ, იმიტომ რომ ხო შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, რომ რაღაცა ჩამოუყალიბებლად ვილაპარაკოთ. მე კიდე ეხლა მე შიდა საკითხებსაც მინდა შევეხო რა. ეხლა ვინ ოხერი მამაძაღლი არ დაუჭერს ხარს იმას, რომ საქართველოში რამე ქვეყნისთვის და ხალხისთვის კარგი გაკეთდეს. მე წინა გადაცემაში ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ფასები არის მეთქი მაღალი, მაგრამ ამას ეხლა პირველად ხო არ ვისაუბრე, ამას ვლაპარაკობ უკვე დიდი ხანია. და სამწუხაროდ კიდე ეს ბოდიში და გონება შეზღუდული ხალხი და რაღაცა მიტმასნილი ხალხი, რომლებიც რაღაც პროცესებთან ჩემს განცხადებებს რაღაცა არაორაზროვნად უაფასებენ და ლაპარაკობენ. უიმე ეხლა მიხვდა ამან ხელისუფლების. ხალხო გადახედეთ ამ სოციალურ ქსელებს, ამ ვიდეოებს, რომლებსაც დაატარებენ
და მივხვდებით ერთი მე რა განცხადებებს ვაკეთებდი ერთი. თქვენ ამას Facebook-ზე თუ წერთ, მე ამას ტელევიზორში ვაკეთებდი ამ განცხადებებს. მე ხელისუფლების მიმართ არასდროს არ ყოფილვარ ლოიალური. და ხა თუ ხარ დავანტყოფებთან და სამწუხაროდ აი ჩვენში ჩამოყალიბდა რაღაცა ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც აი აზრის მიტანა, აზრის ჩამოყალიბება უჭირს და თან ვერც გებულობს სხვა რას იძახის, გესმით? ვერ გებულობს, იცით რატო? როდეუნები ადამიანს რომ აი რაღაცას, ესე იგი ვერ ხვდება, იმიტომ ამან ეს გაეროს კვლევამაც დაადასტურა, რომ მოსახლეესო ახალგაზრდობის დიდ ნაწილსო უწირსო ჩამოყალიბება აზრისო და აგრეთვე აზრის გამოტანაც უჭირსო და მე მარტო ახალგაზრდებს არ ეხება სამწუხაროდ. ჩვენ დიდი ხანია ამ ოკუპაციის ქვეშ ვართ დასავლეთის და ეს ეხება მოსახლეობის უკვე დიდ ნაწილსაც რო იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ კაიმა ხალხო თქვენა რასაც მე ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს ვაკეთებ, ნახეთ ერთი სოციალური ქსელი. ხა ზოგჯერ სიმართლე რო გითხრათ, ისეთი ემოციებში შევდიოდი, რომ რაღაცა ჩვენთან ხო რა სამწუხაროდ ეს რაღაცა თუ რაღაცა ცოტა კვეთრად გააკეთებ განცხადებებს, იმას უფრო აიტაცებენ და მეტი რაღა უნდა ვთქვა, ეხლა მართლა იმისი არ იყოს, დედას ხო არ ვაგინებ ეხლა რა ბოლო და ეხლა ტელევიზიიდანაც კიდე და ხშირად ჩვენ ეთერში ესეც ხდებოდა და არ ვიყოთ არა ჩემი მხრიდან და ამის გამო დაჯარიმებები იყო ჩვენი ტელევიზიისა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, ვერ ხვდები ჩემთვის გაუგებარი. და ამიტომ მე აი ამ ფასებთან დაკავშირებით სიმართლე რო გითხრა, აი როდესაც არის საუბარი, არაფერი არ მჯერავს, იცით რატო? რომ ფასების შემცირებაზე ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დროს იყო საუბარი მედიკამენტებზე და ჩვენ ვნახეთ, რომ ამისთვის არაფერი არ გაკეთდა. ეხლა ყველაფერს ღარიბაშვილს რო აბრალებთ და ყველაფერს ილუაშვილს რო აბრალებთ ეხლა და ყველაფერს რო იმ ხალხს აბრალებთ. კაცო, ვერ გავიგეთ, თქვენც ხო ამ ხელისუფლების ნაწილი ვიყავით, კაცო, თუ ვიღაც აშოვებდა, თქვენ სად იყავით? ერთი ვერ გავიგეთ. გეძინათ, იმ ნატაფერაძისავით არ იყოს, ხო არ იმაშოვებოდით რაღაცას არა? ეხლა ისაო, ლილუაშვილის დროსო ფინანსდებოდაო ეს მედია საშუალებებით. გამოამზეურეთ და დადეთ მაშინ ეს ვინ რა ფინანსდებოდა, ერთი მაინტერესებს. და თუ ფინანსდებოდა, თქვენ სად იყავით და ეხლა მაინტერესებს, ეხლა ფაქტი ერთია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ნახევარი პოლიტიკური სპექტრი არის ნაყიდი. და ამას 200-ზე არის და ვინმე ეხლა იტყვის, რომ ამას ეხლა ბოდიში და ეს ეხლა მარტო დაბლა იცოდა ხალხმა, მაღლა არ იცოდა ამის შესახებ, რომ ვიღაცები ნაყიდი იყო და ეხლაც ნაყიდი არის და ყველა კარგად ხვდება ამ ყველაფერს. მაგრამ ერთი ფაქტი არის, რომ ბიჭო 13 წელი რო ხართ ხელისუფლებაში, ეხლა გაიგეთ, რომ ფასები არის ძვირი მედიკამენტებზე და იმებზე, პროდუქციაზე და ეს მე თუ ძვირია, ვინ აძვირებს ამას? თქვენ გუნდში არსებობს ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ამ სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს, სავაჭრო ცენტრებს და მე აბა უბრალო ხალხის არ არის არც ეს სავაჭრო ცენტრები და არც ეს ისინი, რა ქვია, დაწესებულებები, რომლებშიც ფასები არის ძვირი. და ვის აბრალებ? ჩვენი ბრალია. 13 წელია რომ გავიდა, ეხლა მივხვდით, რომ თურმე ფასებია დიდი. 13 წელია რომ გავიდა და ეხლა მივხვდით, რომ თურმე ნაციონალები არიან მოსაცილებელი. 13 წელი გავიდა და ეხლა ხვალ იტყვით, რომ საქართველოში თურმე არის შობადობა ნაკლები ალბათ და რაღაცას დაიწყებ. მაგრამ რეალურად არც არაფერი არ დაწყებულა. ეხლა ვიღაცაო ნაცები, ვიღაცაო ნაცი არისო, ადვოკატიო, იმისიო და ამისიო რო ლაპარაკობთ. ბიჭო, გაიხედეთ, მთელი ხელისუფლება ნაცებით არის საოცრად. ზოგჯერ აი ამ პიარის და ამ ტექნოლოგიებში არა ყავთ ვინმე. იმას როგორ იძახით, რომ ნაცებზე ხმას როგორ იღებთ? საერთოდ ნაცებით არის სავსე, პორტირებული ნაცებით არის ხელისუფლება. და ვინც კი ბოდიში და ამ ნაცებს ებრძოდა, ყველა ჩაწიხრული და გარიყული არის. ეს ხო კარგად ვიცით ჩვენ. აი ხა მაგალითად ერთ ვიტყვი, აი არ ვიცოდი მე მაგალითად ეხლა ხას გავიგე რა, რომ კაცო ატა აბულაძის ფოტო მოიარა მთელი მსოფლიო, როგორ იყო ეს კაცი სისხლით, აი დასისხლიანებული, სისხლი დიოდა რუსთაველზე, როგორ იყო წაკწეული და ეს გიორგი აბდალაძის ფოტო არის, მე მგონი გადაღებული და მთელი მსოფლიო მოიარა ამ ფოტომ, ეს კაცი მოკლეს ცემით. იმ 2011 წლის 26 მაისს ხო და
ეს კაცი გაანთავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ რაღაცა კრიტიკულ განცხადებებს იძახდა იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე აი რუსეთთან დაკავშირებით, სხვა მიმართულებით არა, რომ რუსეთს დაელაპარაკებო. სხვა შემთხვევებში ყოველთვის ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ერთგული იყო და პირიქით ძალიან ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილა, მე ვიცი, როდესაც იყო რაღაცა კონფერენციები და შეხვედრები, კბილებით იცავდა ხოლმე რაღაცა ხელისუფლების პოზიციებს და ამბობდა, რომ აი და მეც ქონია სიმართლე რო გითხრა მასთან გარკვეული, ხა პატა ძალიან კარგად ვიცნო, პატივსავცემ ჩვენ რაღაცა ესეთი რაღაც ერთი სოფხედველობა გაგვაჩნია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ნაომარი კაცი არის აფხაზეთში, სამაჩაბლოში და პატივსვემი ამ კაცს და ყოველთვის ქონდა ჩვენ აი მაგაზე დაპირისპირება, რომ როიძახდა, რომ აიო ხალხის ბრალია, ხალხი ვერ ჩამოყალიბდა ამ რუსულ-ქართულ თემაში და სულ ეუბნებოდი პატა რა ხალხის რა ბრალია, კაცო ვერ გავიგე. ხალხს უნდა რუსეთთან ურთიერთობა და ეს ხელისუფლების ბრალია, რა შუაშია ხალხი ხალხის ნება რო იყოს ხვალე დაიწყებოდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სულ ამაზე ქონა კამათი და ეს კაცი არასდროს არ იყო ხელისუფლების ესე იგი მტერი და გაუშვეს სამსახურიდან ესე იგი ამხელა კაცი ესე იგი ომგამოვლილი ვეტერანი კაცი გაუშვეს სამსახურიდან რატო ისთვის რომ ესე იგი ვიღაცას არ მოსწონს და მტერი არისო ესო ჩვენიო ეს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას ნიშნავს უკვე, იმიტომ რომ სააკაშვილის დროს ხდებოდა ასე რომ ვინმე თუ განსხვავებულს ვითხოვდა სამსახურიდან აგდებდნენ. ეხლა ადექი ჩვილებიც გაყარეთ სამსახურიდან ბალე. ეხლა რა გაუხურეთ ამ კაცს კიდე საქმე ის რომ კალაძის სიძე არის. ჯერ ეგერთიც ეს კალაძის სიძეობა რა არის? რაღაცა თქვენ გონია დიდი რაღაცა ტიტულია თუ რა არის? ეს კაცი ცხოვრობს სადღაცა ხრუშოვკაში რაღაცა ბოდიში 40 წლის მანქანა ყავს და არაფერი ისეთი ფინანსური ის არ აქვს სიძე რო არის მე იმას კი არ ნიშნავს რომ ბოდიში ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და უზრუნველი ცხოვრება. ეხლა აგერ შვილიშვილებთან უნდა წასვლა რუსეთში და ვერ მიდის კაცი იმის გამო რომ 2 კაპიკი არ აქვს ჯიბეში. რას ნიშნავს ეს ისა რა ჯერ ეგერთიც ის კაცი და უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ კიდე იმ კალაძესაც, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო რა ყველა თვითონ წვიტავს თავის საკითხს და ეს კაცი ვერ გავიგე ჯერ ეგერთიც რატო უქმნის კალაძეს პრობლემას, ან თქვენ რატო გიქმნის პრობლემას რა სიძახის განსაკუთრებულს რუსულ-ქართულ ურთიერთობებშიო უნდა გქონდესო ჩვენო დამოკიდებულებაო, ისეთი როგორც საჭიროა. რა თქვა ამ კაცმა ხა ისეთი რომ სამსახურიდან გააგდეთ. და მე თქვენ ლაპარაკობთ რომ ისაო ჩვენო ისაო პატივსცემთო დიალოგი უნდა იყოსო ადამიანებს შორისო რა დიალოგზე ლაპარაკობთ ადამიანი თუ განსხვავებულად და აზროვნებს ქვეყნიდან აგდებთ ისეთ უქმნით სიტუაციას ქვეყნიდან აგდებთ და ისე უქმნით სიტუაციას რომ საერთოდ ქვეყანაში არ იცხოვრობს. აი ხა მაგალითად მე ბევრი შეიძლება შემომედაოს რაღაცა თქვას შემომიხტეს აქა. ეხლა ვინმეს მოსწონს არ მოსწონს კაცო ვერ ხვდები ერმილე ნემსაძე რატო უნდა იყოს გაგდებული ქვეყნიდან იმის გამო რომ ბოდიში და ამ კაცმა დიდგორობისთან დაკავშირებით თქვა რომ დიდგორის ესე იგი დავით აღმაშენებელის ზეგი და დიდგორის მონუმენტი უნდა იყოსო დადგმულიო იქო რა ქვია აჭარაშიო და მიდიოდა იქა მაშინ გომელაური იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს კაცი იმას ხდეს დააკავეს პრობლემები შეუქმნეს ქვეყნიდან გააქციეს. ეხლა შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს კაცო მისი განცხადებები, მაგრამ მე არ ვიცი ეხლა გირჩელებთან და გასაბერი ეკლესიების ავტორებთან პატრიარქისა და ეკლესიის წრებთან ზის ხალხი და სტუდიებში და შეხმატკბილებელი ტუკტუკებს და ვერ გავიგე რატო უნდა იყოს გაგდებული ომის ვეტერანი 2008 წლის ომის მონაწილე კაცი რომელსაც ასევე დიდი გარკვეულწილად გავლენა აქვს გარკვეულ პროცესებზე შედით რამდენი ადამიანი უყურებს მის ლაივებს. ეხლა ემოციური ადამიანია და შეიძლება ცოტა ხმამაღლა იძახის რაღაცებს, მაგრამ ვის აქვს უფლება იმისი რომ ქვეყანიდან გააგდოს საქართველოს კაცი? ვის აქვს უფლება? გირჩელები ყავთ იმათ სატელიტებად და ეკლესიის წრები და ვიცაც თქვენ არ ეთანხმებით ის უნდა გაგდებული იქნეს სამსახურიდან ქვეყნიდან უნდა იქნეს და თქვენ ამას ეძახით ესე იგი ახალი საქართველოს აშენებას და ნაცებთან დაკავშირებით რა როგორ იღებთ ხმას კიდე ზოგიერთები მე არ ვიცოდე მაინც ბოდიში და ნაცებს გუნდრებს უკმევებდით მათი ადვოკატები იყავით გვერდში დაყვებოდით ფულებს აკეთებდით ნაცებთან და დღეს ნაცებზე როგორ იღებთ ხმას? როგორ იღებთ ხმას?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ირმაინაშვილი, კაცო, ეხლა შეიძლება ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს ეს ადამიანი, მაგრამ კაცი ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი ბოროტი, ასეთი, არ ვიცი, აი დაუნახავი, რომ ვერ დაინახოს ადამიანების რაღაცა გარკვეულწილად ის, რაც გაუკეთებია წარსულში მაგალითად ამა თუ იმ ადამიანს, ხო? რომ ეს ადამიანი იბრძოდა და თავისუფლების სიტყვა იყო ეს ობიექტივი, სადაც მაშინ უამრავი ადამიანი გამოდიოდა, მათ შორის ის ადამიანი გამოდიოდა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ხო? და ბევრი მაშინ ვერ ძბედავდა გამოსვლას. მე არ ვიცი, აი რო ლაპარაკობთ 20 ისაო ნაცებზე. აიღეთ დღევანდელი პარლამენტი და საკრებულო. ვინ არის ერთი რომელი ხალხი არის დღეს იქ წარმოდგენილი, ვინც კი აი ნაცებს ებრძოდა. შეიძლება 1-2 იყოს. დანარჩენი გოგლი-მოგლის ჭამდით მაშინ და ბოდიში და შემძრალი იყავით ერთ ადგილას. და ეხლა გამოდიხართ და იმაზე ლაპარაკობთ, რომ თუ ნაცები და ნაცებით არის სავსე ყველა ძალოვანი უწყება და ყველაფერი და დღეს ეს ხალხი ჩვენ მაშინ სისხლს გვიშრობს და პრობლემებს გვიქმნის ეგ ხალხი. და დღეს თურმე თქვენ გაქვთ მორალური უფლება ნაცებზე ილაპარაკოთ? აგერ გითხარით პაატა აბულაძე, ხო თავს იწონებდით იმ ფოტოთი და ხო მოიარა ის არჩევნებიც 2012 წელს თქვენ ერთ-ერთი ეგ პასაჟი იყო 2011 წლის 26 მაისს ხალხი რო დახოცეს და გაუსწორდნენ და პაატა აბულაძისნაირ ხალხზე ხალხით მოიგეს და ქართული ოცნების დამფუძნებელი იყო. არის ეს კაცი. რატო გაწიხლეთ? რატო გააგდეთ სამსახურიდან? მაინტერესებს. შეიძლება ეგ კაცი მშიერი არ მოგდეს, კი ბატონო, მაგრამ ეს ხო ჟესტი არის იმისი, რომ უსამართლობის და მე შეიძლება ეხლა აი სიტყვაზე პაატა არის ეხლა ხო ამ შემთხვევაში. შეიძლება მე ყოველთვის ადრეს წინა გადაცემაში თქვი, რომ შეიძლება ადამიანებთან დაკავშირებით მე მქონდეს რაღაცა უთანხმოება, მაგრამ უსამართლობას მე არ დავუშვებ. აი ხა კონსერვატორებთან დაკავშირებით, ხო? რაც მე მაგ ხალხს ხარი დაუჭირე და გვერდით ვედექი, არ ვიცი, მე სტუდიაში მივდიოდი, ხარს უჭერდი, ჩემი გადაცემიდან მაგათ ვაპიარებდი და ესე იგი ტვინი წაიღო ზოგიერთებმა, არ ვიცი, ეგენი ალბათ სუსტთან დაკავშირებული ხალხი იყო, ალბათ აი ჩვენ ერთი 3 თვე მუშაობდი იმაში, ალტიფოში. აი ჩვენით გაგიცნო ხალხმა, ესე იგი ბოდიშ, ესე იგი 8 წელია ობიექტივზე გადაცემები მიყავდა პირდაპირ ეთერი, საათნახევრიანი გადაცემები და მთელი საქართველოს მიცნობდა მე და თურმე 3 თვეში, ესე იგი კვირაში ერთხელ გადაცემა მქონდა და თურმე და რაღაცა ისეთი, არც მინდა ეხლა ლაპარაკი იმაზე, რაღაცა გასამჯელოც რაღაც ძალიან მიზერული იყო ბოდიში და რა ვიცი, ეხლა და არც მინდა, მაგრამ მე მადლობელი ვარ ამ ხალხის კაცო, ისა და ხო და ანუ ცუდად მოიქცნენ ჩემთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შემომესიენ და არ ვიცი მე ჯვარს მაცვეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა რახან ეს გააკეთეს, იმას ხო არ ნიშნავს, რომ მე ამ ხალხს ეხლა ამ ხალხის მიმართ რაც დაწყებული არის ეს ლიდერების მიმართ, თვითონ პარტიის მიმართ ამას ესე მწვანე შუქი აუნთო და ზოგიერთებივით გამოხდე და იმას რა ქვია, წიხლი დავაჭირო. არა, მეგობრებო. მე პირიქით ვინც რას გააკეთებს, ვამბობ, რომ პოზიცია რომ ამ არაბიზაციას უპირისპირდებიან, ეს არის სწორი პოზიცია და გვერდში უნდა დაუდგეთ და ვინმეს რამე პრობლემები რო შექმნეს, მეც პირველი ვიქნები ხმას ამოვიღებ. და ეს არის ქართველობა და ეს არის პატიოსნება. მე არავისთან არ ჩავჭრილ ვარ, ყველას გვერდით ვიდექი. არც პარლამენტში ყოფილ ვარ, არც ერთ პარტიაში არ ყოფილ ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არც რაიმე აი ამ ეს გადაცემაც რომ მიყავს, რას ემსახურებოდა ეს გადაცემა, კაცო, ხალხი გამომყავდა და ვინმეს რამე ეთქვა და გამოდიოდა და ზოგმა ბოდიში ისა რა ქვია, უმადური ადამიანი არც ღმერთს უყვარს, არც ადაი და ზოგმა უმადურად ისე რაღაცა მოიქცა ჩემს მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამის გამო ხო არ დავბოღმელი ვარ არა, პირიქით და რასაც თქვენ აკეთებთ ტრის ხატათ აქციეთ ის ხალხი, ვინც რაღაცა ერთ დროს თქვენთვის არ იყო ნამდვილად მტერი, არ არის ეს სწორი. მიდი გაყარეთ ხალხი, გაყარეთ საქართველოსთან, სამსახურიდან გაყარეთ, შვილები გაყარეთ და სამაგიეროდ ის ძაძამიასნაირი ხალხი და კიდე ახლა არ მინდა ერთი ქალბატონი არის და არ ვიცი რა სოციალურ ქსელებში ვხედავ ამას ხო და ადრე სააკაშვილის რეჟიმის
წინააღმდეგ რაღაცა 1-2 რაღაცა შეიძლება გამოსვლა ქონდა ქუჩაში და დავინახე კაცო შვილი მისი საკრებულოშია გამოჭიმული. ნუ ვიცი რომ რაღაცა შეძლებული ოჯახია და რაღაცა და ისა. ბიჭო, აი შეიძლება ეხლა ესეთი რაღაცა კაცო საკრებულოში, გინა პარლამენტში შეიძლება ხალხი ხდებოდეს ვიღაცის ხათრით, ვიღაცის მამიკოს, დედიკოს იმითი შეიძლება ეგეთი რაღაცა ხო? და სამაგიეროდ აგერ პაატააბულაძე რომელიც ომში იყო და რომელიც ესე იგი ქვეყანას იცავდა ის კინცისყრით გააგდეთ იმიდან სახლი. ეგ ეხლა ამასაკის კაცისთვის ეს არის სიკვდილი. თქვენ მოკალით ეგ ადამიანი. ეხლა მაგ ადამიანმა ბოდიში და ეხლა რთული არის აპრობირება და რაღაცა სამსახურებიც არ ყრია, რაღაცა ორ კაპიკ შოულობდა. თქვენ ადამიანებს პოვთ, ანადგურებთ და მე გამოდიხართ და იმაზე ლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი საქართველო, ჩვენ უნდა ავაშენოთ თურმე 13 წელია რომ ხართ ეხლა მივხვდით რომ ფასები დიდია 13 წელია მივხვდით რომ თურმე ბაჩანა ახალაია თურმე დასაჭერია 13 წელია თურმე რო ხართ ხელისუფლებაში ეხლა მივხვდით თურმე რომ რაღაცა ევროკავშირი თურმე ცუდი არის ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობდით თქვენ არ იყავით ის ხალხი კაცო ვერ გავიგე ევროკავშირის დროშის გამო რომ დაიჭირეთ ის ბიჭი კაცო იქა თქვენ ის ხალხი არა ხარ თქვენ ის ხალხი არა ხართ ევროკავშირის დროშის გამო რომ დაიჭირეთ ის ახალგაზრდა თქვენ ის ხალხი არა ხართ რომ კანონში ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ცვლილებები რო შეიტანეთ რომ ესე იგი ევროკავშირის დროშის ესე იგი შეურაცხყოფა ისჯებოდა ადმინისტრაციული წესით და ესე იგი იმისი რა ქვია ხატის შებილწვა და ქრისტიანული სიმბოლიკის შეურაცხყოფა ეს არაფერში არ ჯდებოდა არც ერთ ნორმაში და არ ისჯებოდა და გახსოვთ ალბათ ის ნატაფერაძე რომ მივიდა სამებაში და რო შეასხა იმას და კაციშვილს რაღაცა მე არ ვიცი რაღაცა მე მგონი ბოლოს მთელი ქვეყანა რო ფეხზე ადგა მე რაღაცა მე მგონი იმას ქენით სხვა მიმართულებით წაუყენეთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და არა იმის გამო რომ რელიგიური სიწმინდეების შებრალვისთვის არ შეიტანეთ ცვლილებები ეს და არ განახორციელეთ და არ მოახდინეთ მე ვერ ხვდები აი ხა კიდე ბიჭო იცით რა არის თქვენ ეს ხალხი მართლა ცხოვრები ხო არ გონიათ კაც ერთხელ რომ მოატყუებ ორჯერ რომ მოატყუებ სამჯერ რომ მოატყუებ რატო უნდა დაგიჯეროთ ეხლა ჩვენ ვერ გავიგე რა ნახევარი საქართველოს სამის გაქცეული არის ქვეყნიდან უმუშევარი წყურვალი ესე იგი და არაფერი პროგრესია და ვიღაცას გონია ეხლა რომ აი ბაჩვა ახალაიას რომ თქვენ დაიჭერთ მაგითი ხალხი გადაირევა და ჭკუიდან გადავა უკვე აღარავის აღარ მოქმედებს ეს რაღაცეები რა ის ხალხი ბოდიში შემძვრალი რო იყო სოროებში ეხლა ეგენილა გამომიხტნენ ეხლა და ეგენი გამოვიდნენ ნაცების წინააღმდეგ სად იყავით თქვენ კაი ხალხო მე მაგალითად ეხლა სიტყვაზე სახელმწიფო უწყება დავტოვე დავიწყე ნაცების წინააღმდეგ ბრძოლა კიდე კარგი ეს ვიდეო ფირები მაინც არსებობს ხო და ჩემი გამოსვლები მაინც არსებობს ხო და ყოველთვის გამოდიოდი მათ წინააღმდეგ. მე იყო ქართული ოცნების თემატური ჯგუფები შეიქმნა და ამ თემატურ ჯგუფში გავწევრიანდი პარტიაში. მე არასდროს არ ყოფილვარ არც ერთ პარტიაში, ვიტყვი არც ქართულ ოცნებაში და ამ თემატურ ჯგუფში მუშაობდი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. და ესე იგი მე ვიყავი გარემოს დაცვის ჯგუფში. ხო და ესე იგი გარემოს დაცვის ჯგუფში ვიყავი და მაშინ ისეთი პერიოდი იყო იქ იმ სასახლეში სადაც ეს განთავსებული იყო ეს თემატური ჯგუფები ხო მისვლა კი არა მიახლოებაც საშიში იყო იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმი მაშინ გვინავდა და როგორც კი აი ჩვენ მართლა ყველანაირად ხარს უჭერდით მაშინ ქართულ ოცნებას აქციები იყო იგივე ის რაც მიღებული იქნა პროგრამა ქართული ოცნების პირადად ჩემი წვლილიც არის, იმიტომ რომ მეც მუშაობდი ამ გარემოს დაცვის თემატიკაზე და ამ ქართული ოცნების რეალურად აი ამ პროგრამაზე ჩვენ ვიმუშავეთ. მე მახსოვს ქართული ოცნების დღევანდელი დეპუტატები მოვიდნენ ჩემთან და ქართულ ბანკზე რო იყო შეტევა, მაშინ მე ძალიან დიდი წტომა მქონდა ჩემ ორგანიზაციას რაღაცა მასობრივ საშუალებებზე, რაც იყო მაშინ ბევრი არ იყო, მაგრამ მაესტრო იყო, რაღაცა კავკასია იყო, რაღაცა იყო არხები, რაღაცეები შექმნილი და
ნუ მოდიო რა დაგვიდგექი გვერდშიო და აი ეს რაც არისო ეს ანტენების დაყადაღება იყო, ბანკზე შეტევა იყო და აგერ პრესკონფერენციები, ეხლა მე საერთოდ როგორი ადამიანი ვარ, იცი? არ მიყვარს უმტკიცებულებოდ საუბარი. და ეს პრესკონფერენციები ჩატარებული, სადაც ჩემს გვერდით ზიან დღევანდელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, იყვნენ ჩემს გვერდით და ჩვენ ერთობლივად პრესკონფერენციები ჩავატარეთ. რაც შეგვეძლო ყველანაირად ხარს უჭერდი ამათ. უფლებადამცველთა გაერთიანება ქართულ ბანკს სოლიდარობას უცხადებს და მის თანამშრომლებს ასევე მხარდაჭერას უცხადებს. ისინი აპირებენ მიმართონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მიაწოდონ ინფორმაცია თითოეული დარღვევის თაობაზე. უფლებადამცველები მთავრობას თხოვენ შეწყვეტონ ადამიანების დევნა მათი განცხადებით პოლიტიკური ნიშნით. ეს ღამე 12-15 წუთზე თანხის გადახდის ვადა იწურება, ნებაყოფლობით თანხის გადახდის ვადა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ქონდა პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანავე საახსრუო ბიურო ჩაერთო საქმეში, მათ უკანონოდ უკვე დაგვარიცხეს 7% მომსახურეობის, ანუ არ მისცეს შესაძლებლობა მხარეებს, რომ მათ ნებაყოფლობით გადაეხადათ აღნიშნული თანხები. ამ ყოველფრის გათვალისწინებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩემი მარწმუნებლები აპროტესტებენ და ისინი გადახდას თანხების არ აპირებენ, შესაბამისად სამართლებრივად მას მოყვება ალბათ აუქციონზე გატანა, ვინაიდან უკვე მათი ქონებები არის დაყადაღებული. ხორციელდება რეპრესიები, პოლიტიკური ტერორი აღნიშნული ბანკის მიმართ, ვინაიდან დარღვეულია თანასწორობის, შეჯიბრობითობის პრინციპი, ადამიანის უფლებათა კონვენცია. უფლებადამცველთა გაერთიანება ითხოვს ბახმაროში ხელისუფლების საქციელ სათანადო რეაგირება მოხდეს. უკვე გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც ავტორები წერენ, რომ ბეშუმობისა და დიდგორობის შემდეგ ხელისუფლებამ პარტიულ დღესასწაულად ამჯერად ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული გადააქცია. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეებმა კურორტზე გასხოვებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირები საერთოდ არ შეუშვეს. ნიკოლოზ მჟავანეძის განმარტებით ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმიც, რომელმაც კურორტზე შესვლა ჟურნალისტებსაც აუკრძალა. მჟავანაძე ასახელებს კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, გურიის გუბერნატორის მოადგილესა და ჩოხატაურის გამგეობის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ადგილობრივებს მმართველი პარტიის საარჩევნო მაისურები და ქუდები დაურიგეს. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი კანონის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და მის მიერ დასახელებული პირების დაშას მოითხოვს. ეხლა მარიამობა მოდის და ალბათ ეკლესიაში არ დაუშვებენ განსხვავებული პოლიტიკური წამსის ადამიანებს. ეს არის ყველა წარმოუდგენელი ფაქტი, მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი გახლავთ ის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიციელები არიგებდნენ მაისურებს. კაცო და მე ესე იგი, როგორც კი არჩევნებში მოიგო ქართულმა ოცნებამ, მარტო ჩემს მიმართ კი არა, უამრავი ადამიანის მიმართ გამოჩენილი იქნა აი უდიდესი თავხედობა, უდიდესი აი ამორალურობა. მიკეტეს ეს კარები ქართული ოცნების და აი ერთი მადლობაც არ უთქვია. ეს ხალხი ვინც აი ამ თემატურ ჯგუფში ჩვენ მუშაობდით, არავის იქ ხელფასი არ აუღია, მეგობრებო, ეს ხალხი იყო იქ აი საზოგადოებრივ საწყისებზე. ერთი გაზიანი წყალი არავის არ დაულევინებია ჩვენთვის იქ თემატურ ჯგუფში რო ვიყავით. ხათაშორის აი იყო ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს კრიტიკულად არიან განწყობილი და ისინიც დამეთანხმებიან ამ ჩემს განცხადებაში. და დემურ გიორხელიძე იყო შათაშორის ეკონომიკურ მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, პატა გიორგაძე იყო ასევე იქ, რომელიც აი კონცეფციაზე წყლის კონცეფციასთან დაკავშირებით იყო და საუბრობდა და შათაშორის ამ წყლის კონცეფციასთან დაკავშირებით მე თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ერთხელ ყავს ეგ კაცი ცხოვრებაში ნანახი, აი ზუსტად იმ დღეს, როდესაც ეგ კაცი მოვიდა იქ, აი განხილვა რო იყო ამ ქართული ოცნებაში, აი ამ წყლის აი რესურსების, წარიწყლების და აი მაშინ ერთადერთხელ ჩამოვართვი ხელი მაკაც, მე მაგის მერე ცხოვრებაში არ მინახია, ისიც ის ჩამოვართვი რა ყველა იყო იქა და მეტი არ მინახია კაც ცხოვრება. და ხო და ესე იგი ყველა ესე იგი მიკეტეს ეკარები არჩევნების მერე ეს ხალხი ხო მადლობაც არავის არ უთხრეს, იმიტომ რომ ჩვენ დავდიოდით, მუშაობდით იქა. და ესე იგი მოიყვანეს ხალხი ხელისუფლებაში, ჯერ რესპუბლიკელები, ეს რატი ამაღლობელი რო დავინახე იმაში, რა ქვია მე, ამ ფილარმონიაში, როდესაც ეს ქართული მე მაშინ მივხვდი რა და როგორ იყო ისა. არასდროს თქვენ არ გახსენებიათ ის ხალხი, ვინც თქვენ ხელისუფლებაში მოგიყვანეთ. ეს იყო ბოდიში და უბრალო ადამიანიდან დაწყებული, ეს არის დამთავრებული
ვინც კი მართლა წვლილი შეიტანა თქვენს ხელისუფლებაში მოყვანაში. ვინც კი სოროსის ლეკვები იყო, ყველა გვერდში დაიყენე. მე მახსოვს ერთხელ ზვიად კვაჭანტირაძე იყო მაშინ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე კავკასიის საკითხების და ჩვენ მაშინ საუბრობდით აი ამ პრობლემებზე. მაშინ იყო კიდე რაღაცა ის ხალხი, ვინც 2012 წლიანებს ეძახიან და ეს იგი კვაჭანტირაძე ამბობდა რა, ეხლა აი ამას ვამბობ, ეხლა ისეთ ამბავს ვამბობ, რომ აქამდე არ მithქვია, რომ აიო მეო შევხვდი ბატონ ბიძინასო, ხო და მე მგონიო ყველაფერი ისე იქნებაო, აი ამ მეებსო ვინცო არიანო, ყველასო მოიცილებენო და აი ისე იქნებაო რა. რაღაც ესეთი განცდები ქონა ამ კაცს. მე არ ვიცი ბოლოს ისე მოხდა, რომ ვინც კი მართლა ის იყო 2012-დან ისინი მოიცილეს და ვინც მოსაცილებელი იყო ისინი აღაზევეს და იცით რა შეასაქმე? აღარავის აღარ ჯერა თქვენი და იმ დაცათუტაშხიაში ერთი პასაჟი არის. აღარავის არა აქვს შენი პატივისცემაო ის რომ გამორდის ის იმაში ეზოში. აღარავის არა აქვს შენი იმედი, აღარავის არა აქვს შენი პატივისცემაო. ესე არის უკვე იცი რა ადამიანს რომ სულში ჩააფურთხებ, გამაიმუნებ და მე ბოლო ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთი რა, რომ დღეს მიდის საქართველოს დექართულიზაციის პროცესი. ეს ქვეყანა უკვე უნდა იყოს ისეთი, სადაც ქართველი კაცი არ იქნება. გახედეთ ხალხო რა პროცესებია. ჯერ გაამათხოვრეს ქართველი ხალხი. მერე უთხრეს წადი გერმანიაში იქ იყავიო და მერე 10 წლის მერე ჩამოდიო. ბიჭო, შენ ეხლა 10 წელი რომ გერმანიაში იქნებიან უცხოეთში და ცხოვრებას რომ იქ რაღაცნაირად დაიწყო, მერე ჩამოხვალ. ეს ქვეყანა უნდა იქცეს საქართველოს უქართველო ქვეყანად. ამიტომაც არის დღეს რომ ამ არაბიზაცია ერი აღარ არის საერთოდ ქვეყანაში დივერსი, ესე იგი დემოგრაფიული ფსკერი არის და შენ რა ნამუსით შემოყავს კიდე უცხოტომელი აქ იმის მაგივრად რომ აქ ქართველობაზე იყო საუბარი და ქართველების გამრავლებაზე იყო საუბარი. ეს არის დივერსიები. ამიტომ ეს რაღაცა ზღაპრები მოუყევით ვიცით რა, იმას რა ქვია, შვილიშვილებს მოუყევით რომ დაწყვებით რა. თურმე ფასებს დაუკლებთ, ფასები არა ისა ვირისისა ფეხები კიდე რა. როდის რა დაგიკლიათ ერთი მაინტერესებს რა. თუ რაღაცას დააკლებთ, მე შეიძლება 5 მაგად და 6 მაგად გააძვიროთ რომ ამოიღოთ. და თუ დაკლება გინდათ, კიდე თქვენი არის ეს კომპანიები და დაუკელით. ან როგორ უნდა დაუკლოთ, მაინტერესებს ისიც ახსენით კიდე რა. ვინ არის ამ ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები, ან სავაჭრო ცენტრების, თქვენ დღედაღამე იმაში თათბირებზე არა ყავთ რომ იქ ხართ? ოდა ადექით ეხლა კიდე ვინც კი რამე კრიტიკულ სიტყვის ეხლა იმეებზე ხო გადახოდით რომ ხალხს ყრით სამსახურიდან. ადექით ეხლა შვილები გაყარეთ სამსახურიდან, უფრო კაის გეტყვით. ან ადექით კიდე და რაღაცა გამოაცხადეთ ის რომ ესენი არიან კიდე იმითი მიშას აგენტები არიან და რომ ესენი კიდე რაღაცა ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობთ რაღაცა სიგიჟის მეხუთე სტადიაშთან გვაქვს საქმე მე მგონი რა. რო ლაპარაკობთ იმის შესახებ ზოგჯერ აი ბოდვითი აშლილობა არის რა. ხალხი არ მინდა ეხა გვარსახელების დასახელება რაღაცა, იმიტომ რომ ის ხალხი არ იძახის თვითონ ამას, მაგრამ თქვენც კარგად იცით რაზეა საუბარი. ხალხი მეორე სასმის ბიძინას სადღეგრძელოს იძახდა და ის ხალხი დაიჭირეთ და სახელი გაუტეხეთ. დღეს ყველა იმ ადამიანის სახელის გატეხვის პროცესი მიდის, ვინც კი რაღაცა შეუძლია რომ ხვალდაზე პოლიტიკური კარიერა გაეკეთებინა. გადახედით ეხლა აი პარლამენტს გადახედ. ვინმეზე იტყვი რომ აი რაღაცა ბოდიში და ის არის რაღაცა გაუკეთებია, რაღაცა სახელი აქვს, რაღაცით დაამახსოვრა თავი. აი რას ერჩოდით მაგალითად იგივე აი ავიღოთ თუნდაც კახიშვილი. რას ერჩოდით ამ კაცს ეხლა მე ვერ ხვდები. კაცმა სასჯელთასრულების სისტემა აგიწყოთ, გააკეთა და ბოლოს ვინმე მიცის სად არის ხა ეს კაცი საერთოდ? იმ დღეს გავიგე რომ რაღაცა ჯანმრთელობის რაღაცა მერთმა კარგად სამყოფოს ბატონი კახი და მე ყოველთვის ჩემ გამოსვლებში მაგაზე კაისმეტი არასდროს არ მithქვია და რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვსო და მე არ ვიცი რამდენად სწორია ღურეკავდი და ვერ დაუკავშირდი, მოკითხვა მინდოდა რომ ძალიან ვინერვიულე მაგის შესახებ და მე არ გამიკვირდება აი ესეთი ქმედებებიდან ხალხი შეიძლება მოკლა თქვენ რა. როგორ შეიძლება კაცი რომელიც მინისტრი იყო, კაცი რომელმაც ბოდიში აგიწყოთ სისტემა დღეს ჩაწიხლო და იცით რა არის ტყვიაზე უფრო მეტი ზოგჯერ საშინელება არის ის რომ ადამიანს სიტყვაზე აი ესე მოექცევით და გააცამტვერებთ რა.
ვინც კი პატიოსანი კაცი იყო და ვინც კი რაღაცა იყო, ყველა გააცამტვენ. ვინც კი რამე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ყველა იმასკენ. მე არ მინდა ხა, მე არ ვიცი ხა, მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისე რომ ამ ნაცებს ვებძოდი, კაცო, სამხელმწიფო უწყება დავტოვე, სამსახური დავტოვე, და დავიწყე მაწინააღმდეგ ბრძოლა 2008 წლიდან, 2007 წლიდან და გამოვდიოდი, უპირისპირდებოდი და მაშინ ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი და მართლა ვძოლობდი ეკოლოგიისთვის და ამ მიმართულებით და მეჯერა რაღაცეები სხვათა შორის ამ ეკოლოგიურ სამართლის ცენტრს გარკვეული პერიოდი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მისი იმით და რაღაცა მომავლის იმედი მქონდა რაღაცა და ესე იგი ერთხელ ვიღაცა გამოვიდა ანასხლეტი სხვათა შორის და ეგეთი რამე თქვა რომ ქართული ოცნებაო ყველაზე დაუნდობელიო, ყველაზე უფრო ესე იგი ყველაზე უფრო ქართული ოცნება ყველაზე დაუფასებლად თუ საკუთარ მხარდამჭერებს ექცევაო. და გადახედეთ მართალია ეხლა იცი რა არის მე ეხლა ისიც რო იყოს რა ქვია ვინც არ უნდა იყოს რაღაც არ ვიზიარებთ ეხლა თუ რამე სწორ სიტყვის იმას ვიტყვი გადახედეთ ეგრე არ არის ხალხო ყველაზე დაუფასებელი ყველაზე უფრო ჩაწიხლული დღეს არის ქართული ოცნების ამომრჩეველი რომელიც იყო ის კი არა რომელიც ეხლა რაღაცა ფულს იღებს და ამ სტატუსების დაწერაში რო ფულს იღებს და ხარდაჭერაში ეგ ხალხი ვინც ეხლა დღეს თავგამოდებული არის რაღაცა იმის გამო რომ თითქოს რაიმე და ამ ნაცები დღე-დღამეს ყოველ მესამე სიტყვაში აგინებს მე არ ვიცი მეგენი არ დამინახია ნაცების წინააღმდეგ არსად და ხო და იცით რა არის აღარავის აღარ ჯერა ეს ყველაფერი თქვენი რა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი ვერ გადადგით ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოასწორეთ ხალხის კეთილდღეობა ვერ გააკეთეთ და პირიქით ახალი პრობლემები შეუქმნით ამ ქვეყანაზე ისი აფხაზეთი და რა სამაჩაბლო დავით გარეჯი ბოდიშავით ძესავით შეარგებინეთ იმას ალიევს ეხლა არაბი იმის მაგრად რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ქონდეს ლაპარაკი იმაზე არაბიზაციაზე გვიწევს მსჯელობა და რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი აი დავიღალეთ უკვე თქვენი აღარავის აღარ ჯერა და იმ დათათუთაშხიაზე აღარავის არ აქვს თქვენი პატივისცემა და მეცაც გეტყვით რა გინდა ისე გაიგეთ გინდა ასე გაიგეთ საქართველოს ხელი ისტორიაში ყოფილა მომენტები როდესაც ხელისუფლებები კარგავდნენ რაღაცა მხარდაჭერას მოსახლეობისა მაგრამ ნუ მაინც ქონდათ რაღაცა მაინც შემორჩენილი ადამიანებს განცდა იმისა რომ ესა თუ ის ხელისუფლება მაინც გამოიყვანდა მას თავის ქვეყანას გამოიყვანდა კრიზისში მაგრამ დღეს უკვე აი მე რო უკვირდები თქვენ უკვე მხარდამჭერებიც აღარ აყავთ რა მე კიდევ ერთხელ ნახდათ არა ვარ მტერი თქვენი თუ რამე კარგს გააკეთებთ ნამდვილად ყოველთვის ვიტყვი რომ აი რამეს კარგს აკეთებს და ჩასაფრებულის პოზიცია ნახდათ არ გამაჩნია თქვენს მიმართ მაგრამ ერთი ფაქტია რა რომ იცით რა არის დავიღალეთ უკვე რა დავიღალეთ უკვე და მე ვფიქრობ რომ მე მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს მივმართო ბატონო ბიძინა ძალიან ცუდი ამბავი მზადდება რა აი ბრიტანული სპეცსამსახურების იმას გავს ეს რაღაცა დადგმულ სპექტაკლს რომ ისე ქმნიან სიტუაციას და ისეთი ფონი იქნება რომ ხალხს აზიზღებენ ხელისუფლებასაც და ყველას ვინც ამ ხელისუფლებასთან კავშირში არის და მე ისი არ მოხდეს რომ აქ ისეთი პროცესები წავიდეს რომ გვიანი იყოს რაღაცა აქ უკვე სიტუაციის შემოbrunებაზე ლაპარაკი თქვენ უგონიათ რომ ქართველი ხალხი არის მართლა ბოდიში და აი ესეთი რაღაცა მასა რომელსაც გადაულით და გადმოულით რა ვერ გადაულით და როდესაც ჩვენ იმიტომ ვართ თვიშობლის წინხედრი ქვეყანა რომ როდესაც აი ქვეყანა იყო აი გადაგოშენების და გაქრობის საფრთხის წინაშე სწორედ მაშინ დედა ღვთისმშობელი გადააფარებდა კალთას თავის ქვეყანას დღეს აი მე ერთადერთი აი უფლის და ღვთისმშობლის იმედი მაქვს იმიტომ რომ არ ვიცი
აღარ დარჩა უკვე ქვეყანაში ის მდგომარეობა, რომელიც სხვა განცდებს აღგიძრავს. და ხშირად აი აქ მეკითხებიან, აბა რა ხდება, ვისი იმედი უნდა გქონდეს, ვისი იმედი უნდა გქონდეს. მე პირადად ღმერთის იმედი მაქვს მარტო, სიმართლე რო გითხრა, უფლის იმედი მაქვს მარტო და ამ განცდით ცხოვრობ და მე თვითონაც კიდე რაც შემიძლია ვაკეთებ ახლა აქიდან აი ამ ცივი, სუსხიანი ჩილოეთის დედაქალაქიდან მოსკოვიდან ვცდილობ რომ გაგაგებინოთ თქვენ ის სიმართლე და ვიცი რომ ბევრი ელოდებით ახლა ბევრს კი რაღაცა ისე მიაჩნია ეს ყველაფერი მაგრამ ახლა 10,000-ობით და 100,000-ობით ნახო აქვს ჩვენს აი ამ გადაცემებს და თან ყველაზე სამწუხარო ის არის რომ არანაირი მხარდაჭერის და გულის გვერდში დგომის ახლა ვიღაცას კი გონია მე აქ რაღაცა ოქროში ჩასმული ვარ და ვაი და უი მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ახლა სპეციალურად აი რომ მოვასწრო ამ დღეს თქვენ რომ ნახოთ ეს გადაცემა სპეციალურად ქუჩაში მომიწია ჩართვა რადგან სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ რომ ვერ მოვასწრებდი სტუდიიდან გადაცემის ჩაწერას და მე ერთი რამე მინდა გითხრათ ხალხო რა და ხელისუფლებასაც მინდა მივმართო სანამ რაღაცა 1% მაინც აქვს ჩანსი გამოიყენეთ თორე ხვალდაზე გვიანი იქნება შევარდაძესაც ეგონა რომ ისა რა ქვია ხელისუფლებაში ვერავინ ვერ შეეცილებოდა და ვერავინ ვერ იმასიზამდა შეცვლიდა შევარდაძეს და სააკაშვილსაც ეგონა და რა ვიცი ყველას ისიც ეგონა რომ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა მაგრამ და რუმინეთის დიქტატორს ისეთი უშიშროება ყავდა ყოველი მესამე იყო ამ უშიშროების სამსახურის საიდუმლო აგენტი და ეხა ძალიანაც ნუ ბოდიში და აიჭრები ზეცაში და ძალიანაც ნუ აგივარდება თავში რომ რაღაცა ძალიან მაგრები ხართ რა კიდე ერთხელ მეუბნები ჩაუშესკუს ბედი არ გაიზიაროთ ზოგიერთებმა და რუმინეთის დიქტატორს ყავდა უზარმაზარი სპეცსამსახურები და მე არ მინდა რომ ესეთი ქვეყანას ესეთი რამე დაატყდეს როგორც რუმინეთში მოხდა ასადმე მოხდა მე მინდა რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მინდა რომ ამ კრიზისიდან გამოხვიდეთ თქვენ მე არა ვარ თქვენი მტერი არა ვარ ჩასაფრებული მე ის კარგიც რაც გაკეთდა იმაზეც ყოველთვის ვისაუბრია და მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ სანამ კიდევ შანსი არის გამოასწორეთ ეს შანსი და ნუ დევნით იმ ხალხს და ნუ ყრით სამსახურიდან ვინც თქვენ პოზიციას არ იზიარებთ ყველა ვერ იქნება ბოდიში და არქის ხელმძღვანელის ბიძაშვილი ყველა ვერ იქნება ესე იგი მისი რაღაცა M ჯგუფის M კვადრატის თუ რომელიმე დეველოპმენტის ნათეს წარმომადგენელი ნათესავი თუ ახლობელი ვინც კი ვისაც არ ყავს ეს პატრონი იმან რაქნას ფიერი მოკვდეს ხო და სირცხვილი აი გუშინ გავიგე არც ვიცოდი მე შეიძლება ჩამორჩი ამ პროცესებს და ვინც კი საკუთარი სისხლი ზღვარა ტერიტორიული ხიანობის და ვინც კი სისხლის ზღვარა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად იმატყრით სამსახურიდან ლუკმა პურს არწმევთ და მე გამოდიხარ და იძახით რომ ნაცებს ვებძვით ლოგიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე ნამდვილად